მოთხოვნა არის ძალიან ისეთი ხისტი, განსხვავებული ბიძინა წადი, ანუ რეჟიმის ცვლილება. ვინ არის პასუხისმგებელი ამ აქციაზე? ვინც ამას ითხოვს? რუსთაველის გამზირი და რუსთაველის გამზირი არ არსებობს, ანუ არსებობს ადამიანები. ანუ პაატა ბურჭულაძე არის ის ადამიანი, რომელიც აორგანიზებს ამ ყველაფერს და რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაში, რა ქვია, ხუთში რო არაფერი არ მოხდება? უკაცრავად დიდი პატივისცემით ბატონ პაატასთან დიდი ხელოვანია თავის საქმის შეიძლება, მაგრამ რა დამსახურების გამო? აი რატომ არის პაატა ბურჭულაძე ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი 4-ში, თუ არაფერი არ მოხდება. მე როგორც ვიცი რევოლუციაა დაანონსებული და ადამიანებს ხარ უნდა დავაბნიოთ. ანუ თუ რევოლუციას ვაანონსებთ, კი მესმის რომ მშვიდობიანი, კი ბატონო. მაგრამ მშვიდობიანი შენ მხოლოდ შენს თავზე შეიძლება აიღო პასუხისმგებლობა. შენ ხო ქართულ ოცნებაზე ვერ აიღებ პასუხისმგებლობას, რომ ისიც მშვიდობიანი იქნება. ანუ შენ რა არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე მით უმეტეს. ხო, ცუდი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ შენ თუ ამბობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ რევოლუცია მშვიდობიანად, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა მიხვიდე ისეთი ძალით, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არც კი მოუნდეს წინააღმდეგობის გაწევა. ასეთი უნდა აქცენტი მასობრიობაზე. არა, მასობრიობაზე კი არა, პირიქით ამ დროს უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ხალხო ბავშვები, მოხუცები, რაღაცები არ გინდათ აქციაზე, ვისაც რამე შეგიძლიათ ჩაფხუტი დაიფარეთ, დუბინკა წამოიღეთ, რაღაც წამოიღეთ, ჩვენ რა იმდენი უნდა ვიყოთ, რა მშვიდობიანად გვინდა ყველაფერი, მაგრამ რო არ დაგვთანხმდა მშვიდობიანად და რო გაგულახონ და ჩვენი წევრების დაჭერა და სასამართლოში წაყვანა რო დაიწყონ, ჩვენ უპირისპირდებით, რითაც შეგვიძლია. ხო ეს რევოლუცია ხო ასეთი უნდა იყოს შინაარსობრივად. ამიტომ მე ვინაიდან ამას ვერ ხედავ. არათუ ამას ვერ ხედავ, არამედ სრულად აბსურდული ბრალდებით დაიჭირეს ბატონი ხაბეიშვილი. თუ კაცი რევოლუციას აანონსებდა, ამაშვებოდა, იმაშვებოდა, რა საჯარო მოწოდების გამო იჭერ და მე წითლიზე სათო არ იჭერ, ორჯერ მეტ შეპირდა ის ვიღაცას. და ისო პერფორმანსია, ის რატო არ იყო პერფორმანსი, თუ სხვა კონკრეტული მტკიცებულება არ გაქვს. იმდენად ხაზგასმით აბსურდული ბრალდებით არიან ჩვენი პოლიტიკოსები დაჭერილი, რომ ადამიანს გიჩნდება, რომ ესენი შეთანხმებით ხო არ ზიანი იქ სადაც ზიანი, იმიტომ რომ პასუხია კითხვებზე საჭირო 4-ში რა იქნება, არაფერი რო არ იქნება 4-ში. აი ახლა რო ტენიან პასუხისმგებლობას ბატონ პაატა ბურჭულაძეს, ეგ ხო ლევან ხაბეიშვილის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს. იმან არ დაიწყო ეს ამბავი, რომ არაფერი არ მოხდება. თუ მოხდა, ისიც შეიძლება მისი ღირსება იყოს, მაგრამ აი მე იმ შემთხვევაში ვიძახი, რომ ამ ქვეყანაში არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს და ამ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს პერიოდში დიდი დრო გავიდა ამ ასეთ დაკარგა ოპოზიციამ 60+ მანდატი პარლამენტში. ციხეში იმიტოზია რომ მანდატები არ ქონდათ. მოდი აქედან დავიწყოთ. მინიმუმ იმუნიტეტი ექნებოდათ, უფრო მეტი შევიდოდნენ წოლკიანის კომისიაში, თავს იქით დაესხმებოდნენ და საერთოდ სხვა სიტუაცია შეიძლება ყოფილიყო. აი ეს რომ არასწორად გაკეთდა. ამაზე პასუხი ხო არავინ არ აგო. ხო არავინ არ გამო. მე მგონია რომ ციხეში ჯდომა არის პასუხისმგებლობა ამისი. იმიტომ რომ ვიღაცა ხო კითხავს რომ აბარავშევით 4-ში, ან რო ჩახსენეთ ციები აბარავშევით, მაგრამ ამიტომ ამ კითხვებს რო არ მოუსმინო, იგივე ჩევნია ჯდომა.